მაგალითად მინდა მოწვევისთვის მე მინდა რომ ცოტა შორიდან დავიწყო, იმიტომ რომ ესე იგი ის ვითარება, რომელშიც დღეს საქართველოს თვითონ მოქალაქეს მნიშვნელობა არ აქვს ალეკო ელისაშვილიდან დაწყებული და ქართული ოცნების მომხრეებით დასრულებული. ის ვითარება, რომელშიც დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს უწევს ცხოვრება, ეს არის საერთოდ, ასე ვთქვათ, კანონის მიღმა გასულ მიტაცებულ სახელმწიფოს პირობებში ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ყველას შევახსენოთ, მათ შორის ამ ივანიშვილის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს რაღაც შეფასებებს აკეთებდნენ ამ თემაზე, რომ პირველი ვინც წავიდა საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენი კანონის წინააღმდეგ, ეს არის სწორედ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, შემდეგ გავიდა ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როდესაც შეცვალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ისინი გავიდნენ ამითი სწორედ კანონის მიღმა ჩარჩოებით. ამიტომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველანაირი კრიზისი, ყველანაირი მათ შორის გაუგებარი მოძრაობები, რაც ჩვენ გვინახავს პოლიტიკოსებისგან, იმიტომ რომ მარტო ალეკოზე არ არის საუბარი, ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, მაგალითად იგივე 4 ოქტომბრის რაღაცა დაპირებები ზოგიერთი პოლიტიკური აქტორისგან და მერე მოვლენები როგორც განვითარდა. ანუ ყველაფერ ამაზე საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არის დღევანდელი მმართველი გუნდი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წაართვა საქართველოს მოქალაქეებს ის ფუნდამენტური უფლება, რაზეც უნდა იგებოდეს სახელმწიფო, რომ ხალხი უნდა ირჩევდეს თავის ხელისუფლებას დროებით და ემორჩილებოდეს შესაბამისად მათ მიერ მიღებულ კანონებს და ეს ხელისუფლება კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა შევახსენოთ ეს საზოგადოებას, წავიდა არაერთხელ თავად. ამიტომ ჩვენ აი არანორმალურ თქვენ დილემა არ გაქვთ თუ ინმეს გაემიჯნოთ თუ არ გაემიჯნოთ, ხო? შეიძლება ეს ჩავწეროთ ჩვენებას. არ ვიცი, აი პაპუაშვილის მოთხოვნა. არსებობს პოლიტიკური შეფასება და არსებობს სამართლებრივი მგენელი ამ ხარისხს. მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, როგორც გავაკეთე ეს შეფასება მაშინვე, როდესაც დააპატიმრეს ალეკო ელისაშვილი, რომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის. რა მოხდა იმ დღეს და არც დღეს არ არის გასაგები, არანაირი, ასე ვთქვათ, არანაირი სურვილი არ მაქვს და ვერც ავხსნი მის ქმედებას იმ დღეს, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ის სამართლებრივი სტანდარტი, რომლითაც ეს ხელისუფლება მიუდგა ამ საქმის განსჯას და სასჯელის გამოტანას, ეს არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული მარცხსაჯულება და არა სამართლის აღსრულება, იმიტომ რომ სამართლის აღსრულება ნიშნავს, რომ სასჯელი უნდა იყოს პროპორციული იმ სამართალდამღარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. როდესაც ეს პრინციპი ირღვევა და მნიშვნელობა არ აქვს, რო გვეკითხებიან მაგალითად აი ღარიბაშვილს მიიჩნევთ თუ არა სწორად რომ შეიტანეს ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკურად დევნილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩემი პასუხი არის რომ დიახ, იმიტომ რომ სადაც არ არსებობს მარცხსაჯულება მიუკერძოებული პოლიტიკურად, იქ ყველა პოლიტიკურად აფინირებული ადამიანი ხდება შესაბამისად სამიზნე პოლიტიკური ანგარიშწორების და დღეს ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის მკვეთრად გამოხატული ანგარიშწორება პოლიტიკური და არაფერი საერთო ამას სამართლის აღსრულებასთან არ აქვს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ალეკო ელისაშვილმა უნდა გააგრძელოს დავა სამართლებრივი, მათ შორის მივიდეს სტრასბურგის სასამართლომდე, იმიტომ რომ სამართლებრივი მდგენელით დღეს ალეკო ელისაშვილის მიმართ ჩადენილი იქნა უკანონობა, როდესაც პოლიტიკურად ნაკარნახევი ბრალდებით და პოლიტიკური ნაკარნახევი დღის წესრიგით გამოუტანეს მას სარჩელი, უпростоრად მიუსაჯეს მას სასჯელი და არა სამართლის აღსრულების მიზნით და ამიტომ შემიძლია ძალიან მკვეთრად გავემიჯნო ყველანაირ პოლიტიზირებულ მარცხსაჯულებას მიტაცებულ სასამართლოს და პოლიტიკური დაკვეთებით მიერ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს
და იმედი მაქვს, რომ ალე კვალისაშვილი გააგრძელებს მათ შორის სამართლებრივ დავას ამ საქმეზე აუცილებლად. მადლობა. ჩვენ დაგვევა მისი უფლებების. მადლობა. მოდით გადავიდეთ სხვა თემაზე. ისე მოხდა, რომ ადრეც ესე იყო პრინციპში, მაგრამ შეიძლება ადრე არ იყო ესე გამოკვეთილი, მაგრამ აი ანაკლია იქცა რაღაცნაირად ქართული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების თუ აი ამ კონტექსტის მოკლედ მთელი საგარეო ურთიერთობების კონტექსტის რაღაცნაირ საკვანძო მომენტად და საკვანძო წერტილად, ხო? ჩვენ ვნახეთ ივანიშვილმა გამოაცხადა, მარიამ ქრივიშვილმა, მაგრამ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ანაკლიაში აღარც ჩინელი ინვესტორი აღარ იქნება, საერთოდ იყო თუ არა ეგეც საკითხავია, მაგრამ აი რაღაცა ცოტა აბსტრაქცია გამოაცხადა, რომ ჩვენ ავაშენებთო ამ პორტსო და მოდით ყველა და დაგველაპარაკეთ, ჩადგით თქვენი ტერმინალები, ისევ ამბობ რაღაცნაირად მარტივად და უხეშად, მაგრამ ესე თქვა, რომ აი ჩვენ ავაშენებთო, ოღონდ ფული საშოვნელია, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა მოხდეს, ხო? შოვნა ამ ფულის ძირითადად, ბიუჯეტიც გაიღებს, მაგრამ მაინც და აი ყველა მოდითო, უზბეკებიც მოდითო, ჩინელებიც მოდითო, სხვა შორის არ უხსენებიათ შტატები, ევროკავშირი, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ აი დასავლეთო თქვენც მოდითო, ხო? ანუ რა არის, რა პროექტი დადო ივანიშვილმა დღეს? ზოგი თვლის, რომ ეს არის საერთოდ პორტის ჩაგდების პროექტი, ზოგი თვლის, რომ ეს არის რაღაცა ახალი ვაჭრობის დასაწყისი. რას უყურებთ ახლა ჩვენ? მე შემიძლია მხოლოდ მიმსჯელო იმ პრეისტორიით, რომელიც არსებობს ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და საზოგადოებაც უნდა შევახსენოთ, რომ მინიმუმ, რა ვიცი, მე მგონი უკვე 10 წელიწადია, 8 წელიწად ყოველ შემთხვევაში ნამდვილად, რაც ჩვენ ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ანაკლიის სპორტი აუცილებლად აშენდება. ოღონდ ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით, დანამდვილებით რაც შეიძლება ვთქვათ და ფაქტობრივად რაც არის დადგენილი, არის ის, რომ ეს სპორტი, რომელიც უნდა აშენებული ყოფილიყო უკვე დიდი ხნის წინ და 2020 წელს მიიღო პირველი ტვირთები, ეს პროცესი, რომელიც უკვე გარანტირებული მათ შორის, ასე ვთქვათ, საინვესტიციო პაკეტებით, რომელიც უზრუნველყოფდა ამ სპორტის აშენებას, ეს პროექტი ივანიშვილმა ძალიან მიზანმიმართულად ჩაშალა, როდესაც ანაკლიის კონსორციუმს ჰქონდა ფაქტიურად უკვე დაწყებული პროცესი მშენებლობის. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ არაერთი სრულ დაპირება, ვნახეთ მათ შორის სრულიად არასაჯარო, ასე ვთქვათ, არასაჯარო ინფორმაციის პირობებში განცხადებები, რომ თითქოს არსებობს რაღაცა ჩინური ინვესტორი, მაგრამ გაურკვეველი იყო საბოლოოდ რა პირობები იყო ამ ჩინური ინვესტიციის თუ ეს როდესმე არსებობდა. მე მგონია, რომ სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ასე ვთქვათ, ინსტინქტი და ჩემი აღქმა ვითარების არის ის, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ მორიგ ყუილ დაპირებას, იმიტომ რომ არანაირი სურვილი სინამდვილეში, ჩემი აზრით, ივანიშვილს არ აქვს იმისთვის, რომ ეს სპორტი რეალურად აშენდეს, მაგრამ ამავე დროს იქიდან გამომდინარე, რომ ამ პორტის გარშემო არის შექმნილი უკვე მათ შორის საზოგადოებაში ხო საკმაოდ დიდი მოლოდინი, იმიტომ რომ მართლაც ესეა, ანაკლიის სპორტის აშენება სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით აბსოლუტურად ახალ სიბრტყეში გადაიყვანდა ჩვენს ქვეყანას და ამიტომ პირდაპირ თქმა, რომ ამ პორტს არ ააშენებენ, მათ არ აწყობთ, ამიტომ სიმართლე რო გითხრა, ნინო, ჩემი ერთადერთი მოლოდინი არის, რომ შესაძლოა დაფინანსება თქვენ ახსენეთ და ესეც აბსოლუტურად გაურკვეველია, ვინ უნდა დააფინანსოს ამ პორტის ერთი მშენებლობა და მეორე სად არის, ასე ვთქვათ, გარანტიები, სად არის გრძელვადიანი ამ პორტის მუშაობის გეგმა, რომელიც ვინმეს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ პროექტის განხორციელებას რაღაცა, ასე ვთქვათ, მომავალში შედეგი ექნება, როდესაც არ არის ხო, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა მთელი ეს პროცესი არის მართული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ერთი არის უმძიმესი კორუფციის, ასე ვთქვათ, ნიშნით არსებული ხელისუფლება, რომელიც რიგრიგობით იჭერს საკუთარ სხვადასხვა წარმომადგენლებს ფულის მოპარვისთვის და მეორეს მხრივ ამოცდილება მათ შორის, რაც არსებობს მსოფლიოში ამ მოდელით აშენების სპორტის, აჩვენებს, რომ ერთადერთი, სადაც ესეთი მოდელი კარგად მუშაობს, ეს არის ისეთი ევროპული ქვეყნები,
სადაც არის სწორედ ძალიან გამართული სახელმწიფო ადმინისტრაცია, მაგალითად როგორც არის ნიდერლანდები, როგორც არის ბელგია, სადაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ ისეთი პირობები, რომ ამ მოდელით პორტმა იმუშავოს. სხვა ყველა შემთხვევაში და ბევრი შემთხვევაა ესეთი მსგავსი პროექტები, სახელმწიფოს მიერ ვითომ აშენებული პორტები, ეს არის უზარმაზარი კორუფციის პროექტი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი სქემაა სინამდვილეში მსგავსი პროექტიდან ფულის მოპარვა და ფულის ჩაჯიბება საბიუჯეტო სახსრების. ამიტომ ჩემი მოლოდინი არის ორი, რომ თუ გამოიყოფა რაიმე სახსრები ამაზე ბიუჯეტიდან, აუცილებლად მოხდება ამ სახსრების გაფლანგვა და მიტაცება კორუფციულ პროცესში და მეორე ეს პორტი არ აშენდება. რაც შეეხება იმას, რომ ვის შეიძლებოდა ეს პორტი აეშენებინა, დღეს დაკავშირებადობა მათ შორის შუა აზიის და შავი ზღვის რეგიონის არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ევროკავშირის, რომელიც არის ძალიან დაინტერესებული ამ პროცესებით და უზარმაზარი თანხები აქვს ამისთვის გამოყოფილი. უბრალოდ საქართველოს აღარც ეძახიან ამ შეხვედრებზე. თუმცა სალომე, რას თქვენ ბრძანეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დასავლეთისთვის, ევროკავშირისთვის მათ შორის. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ დაუძახებენ, იძულებულები გახდებიან, აბა საწავლენ, ბოლოს დაუძახებენ, ამას ხო ამბობენ ღიათაც, ხო, რომ საქართველოს გარეშე აი ეს მარშრუტები როგორ გამოვა. არის შანსი, რომ აი მაგალითად ევროპამ ჩათვალოს, რომ რა ვქნათ, ეხა იქ ცვლილებები ვერ მოხდა. ხალხმა დაუშვა, რომ აქ რაღაცა ბელორუსის მსგავსი მოდელი მისაღებია და ვერავინ ვერ შეცვალა. პოლიტიკური ალტერნატივები ვერ გაძლიერდა, ამიტომ მოდი ვიმუშაოთ იმასთან, ვინც არის, ხო? დე ფაქტო ხელისუფლება. არის ამის შანსი? მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს განცდა, რომ ესეთი არის განწყობა, იმიტომ რომ რაც განწყობა, რაც ამ თემაზე არსებობს, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ბრიუსელში და ევროპულ დედაქალაქებში, არის შემდგომი, რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის პროექტები, ამიტომ ჩვენ კიდევ მივეცით რაღაც შანსი ამ ხელისუფლებას, რომ დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შესაძლებელს გახდეს რაღაცა ფუნქციურ ურთიერთობას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ალტერნატივები არსებობს, ანუ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ უალტერნატივო არაფერი არ არის და მათ შორის, ასე ვთქვათ, საქართველოს ვერდითს გავლით, შემოვლით, აშენება დაკავშირებადობის პროექტების ასევე არის შესაძლებელი, უბრალოდ ამას მეტი დრო დასჭირდება და ევროპისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით, რომ კიდევ შანსი მიეცცა ხელისუფლებისთვის, მაგრამ აქ შემოდის პოლიტიკური მდგენელი, ხო, იმიტომ რომ რატო გახდა ეს დაკავშირებადობის პროექტები ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი? გახდა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირი გრძელვადიანად, ძალიან გრძელვადიანად ალბათ აწყობს საკუთარ მომავალს ყველანაირი თვალსაზრისით, უსაფრთხოების, სატრანზიტო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარების და სხვადასხვა იმ მოდელზე, რომ მისი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთი. ანუ რუსეთი არის ევროპის სამეზობლოში მისთვის მთავარი გამოწვევა. ამიტომ თავისთავად ნონსენსია, ხო, ანუ აბსურდია, რომ რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც ყოველ დღე ლანძღავს ევროკავშირს, იყოს საინტერესო პარტნიორი იმ პროექტებში, რა პროექტების ამოცანაც არის ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის ახალი დაკავშირებადობის, აი ამ დერეფნების შექმნის მიზნით. ანუ მინიმუმი, რისი დემონსტრირებაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის რუსეთის მოკავშირე და როდესაც შენ ყოველ დღე ყველა შენი გადაწყვეტილებით აჩვენებ, რომ სწორედ რუსეთის მოკავშირე ხარ, ასე ვთქვათ, შენი პოლიტიკით, შენი განწყობით, შენი დამოკიდებულებით გარესამყაროს მიმართ, მაშინ პირიქით საქართველოსთვის გვერდის ავლა ყველა უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, პროექტებში ევროკავშირისთვის ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საქართველოს ჩართვა რაიმე პროექტში. ანუ გამორიცხულია, რომ ივანიშვილის ამ სტრატეგიამ იმუშაოს? თუ ივანიშვილი გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც ანტიდასავლელი და პუტინის მოკავშირე საყრდენი
ასე ვთქვათ, რესურსი ამ რეგიონში, განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან, ეს არის განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი. სომხეთის შემთხვევაში კიდევ ბევრი სხვა განსხვავებაც არის, მაგრამ მაგალითად აზერბაიჯანის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ეს არის, რომ არავის არ მიაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება აზერბაიჯანის რუსეთის შეკვეთებს შეასრულებს, განსხვავებით ივანიშვილისგან. თუ ის გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რუსეთის ასე ვთქვათ, სატელიტის ფაქტიურად ფუნქციის შესრულებას რეგიონში, რა თქმა უნდა, მაშინ ევროპისთვის პირიქით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალური იზოლაცია მოახდინოს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს არ მოიაზრებს იმ რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას რუსეთისგან და ჩინეთისგან. ბოლოს სალომე, ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის საქმეები, მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერების მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეც არიან ამ საქმეში, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეში, რაც არ ვიცი ნიშნავს პრაქტიკულად უცხოელებთან ურთიერთობისთვის ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრას, საერთოდ აქციას, ცოტა აბსურდს დაემსგავსა მთელი ეს პროცესი უკვე, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგადი მთელი ამ კონტექსტის შემადგენელი ნაწილია ხო ეს პროცესიც, ახლა მაგალითად თქვენი კოლეგების ნაწილი თვლის, რომ ეხლა ივანიშვილს ვაჭრობის ახალი ეტაპი უნდა დასავლეთთან და შეიძლება ყველა დაგვიჭიროს ისევ, ვინც არიან ამ საქმეში, ზოგი ციხეშიც კი ზის, მაგრამ კიდე დაგვიმატოს ვადები, რომ მერე დასავლეთს ევაჭროს, რომ დამიგმაყოფილეთ ჩემი მოთხოვნები და დამილაგდით მოკლედ რა, დამილაგდით ოღონდ ჩემი პირობებით და ანუ ივანიშვილს ამ საგარეო ვექტორის რაღაცნაირად კორექტირება უწევს იმის გამო, რომ რუსეთის გამარჯვება დღეს ცალსახად აღარ გამოიყურება და ამიტომ შეიძლება შეეცადოს, რომ ესე დასავლეთი წამოიყვანოს მასთან დალაგებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის და საერთოდ ეს სქემა რამდენად რეალურია, რომ ის ამას ფიქრობდეს და ლიდერების დაკავება მოხდება თქვენი აზრით? თუ მაინც შეეცდება ივანიშვილი, რომ რაღაცნაირად შეამსუბუქოს ეს თავისი მარწუხები, რომ დასავლეთთან რაღაც შანსები გაიჩინოს? იცით რა, მე ამხელა როგორ გითხრათ, რაღაცა მგონია, რომ ძალიან ბევრ კრედიტს აძლევენ ივანიშვილს, რომ რაღაცა სტრატეგიულად ფიქრობს მრავალ სულებს. არ არის ესე სულებს და კომბინაციებს არალაგებს? მე ვფიქრობ, რომ დღეს მე რასაც ვუყურებ, ივანიშვილის პოლიტიკა არის ჩიხში შესული ადამიანის პოლიტიკა, რომელიც საითგან მიტრიალდეს აღარ იცის, იმიტომ რომ ის შეცდა საკუთარ გათვლაში. მან ფსონი ძალიან ღიად დადო რუსეთზე, მისთვის გაუგებარი არის საერთოდ, რომ როგორ მოხდა, რომ ეს ომის დინამიკა მიდის იმ დინამიკით, რა დინამიკითაც წავიდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საერთოდ არ იყო მზად ამისთვის. ხედავს, რომ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში შედის, იმის პარალელურად, რაც უფრო დიდი ერთთენაა, მის პროგნოზს და იმ რეალობას შორის, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, არ ვიცი, გქონდათ შესაძლებლობა, ერთ-ერთი პუტინისტი რუსი ოლიგარქის სტატია გამოქვეყნდა გუშინ ჟურნალ ეკონომისტში, რომელიც ფაქტიურად ძალიან მკაფიო ნიშანია იმის, რომ რუსეთის ოლიგარქიულ წრეებში, პუტინისტურ ოლიგარქიულ წრეებშიც კი იწყება რაღაცა ძუბრები, ასე ვთქვათ, დამოკიდებულების იმ ვითარებასთან, რაც შექმნა ამ ომმა რუსეთის გარშემო. ანუ ვითარება იცვლება იმგვარად, რომ ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ მან ფსონი არასწორად დადო და დღეს აღარ იცის მაინც და მაინც კარგად რას უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან რაღაცა სასაცილო პროვინციული რაღაცა მე ვიტყოდი არაინფორმირებული მოლოდინები ქონდა, მაგალითად როგორი იქნებოდა მისი ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ხედავს, რომ ეს ყველაფერი მისი ყველა მოლოდინი და მისი ყველა გათვლა სტრატეგიული, გეოპოლიტიკური არის აბსოლუტურ აცდენაში რეალობასთან და მე მგონია, რომ არ ვიცი, ის გადაწყვიტავს თუ არა, რომ დაიჭიროს ვიღაცა და მე ამით ფიქრობს, რომ ვიღაცას ევაჭრება, მაგრამ ის რაც ვიცი და რაც ძალიან კარგად ჩანს არის ის, რომ მას დღეს კარგი სვლები იმისთვის, რომ დაარეგულიროს ურთიერთობები დასავლეთთან, მას არ დარჩა და რაც უფრო მალე ჩანიშნავენ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს,
მით უფრო მაღალია შანსი იმისთვის, რომ კიდევ რაღაცა, ასე ვთქვათ, სწორი განვითარებით წავიდეს ვითარება ჩვენი ქვეყნისთვისაც და ჩემი აზრით ივანიშვილისთვისაც გულწრფელად რომ გითხრათ და რაც უფრო მეტ მსგავს მოძრაობას გააკეთებს, მე მგონია რომ ჩიხში უფრო ღრმად და უფრო გამოუვალი მდგომარეობით შევა სამწუხაროდ მასთან ერთად ჩვენი ქვეყანაც რაც მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და აგემშვიდობებით